ორივე დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ელოდება ძალიან ბევრი სტენდი ალკოჰოლის კომპანიების, ეს არის როგორც აღნიშნეთ, იმპორტიორი და ადგილზე მწარმოებელი კომპანიები, აგრეთვე ჩვენ გვყავს ევროპიდან კომპანიები, რომლებიც ჩამოდიან სპეციალურად წარადგენენ აქ თავის პროდუქციას, რომ გამართონ შემდგომში B2B შეხვედრები და შემოვიდნენ აგრეთვე ქართულ ბაზარზე. ისინი არ არიან ჯერჯერობით წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. გარდა ამისა, გვეყოლება ძალიან ბევრი კომპანია სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც არიან ჩვენი სპონსორები, პარტნიორები, უბრალოდ მონაწილეები. ისინი არიან დეველოპერები, აქსესუარების მწარმოებელი კომპანიები, გვეყოლება ელექტრომობილი, მოტოციკლი, რომლის წარდგენაც მოხდება ჩვენი ფესტივალის განმავლობაში. აგრეთვე იქნება ძალიან ბევრი მასტერკლასი, ჩამოდიან უცხოეთიდან ბრენდ ამბასადორები და ჩაატარებენ უშუალო შეხვედრებს მცირე ჯგუფებთან, რათა უფრო მეტად გააცნონ თავიანთი პროდუქცია. რაც შეეხება ღონისძიების მიზანს, რა არის ღონისძიების მიზანი და აქვე ამ ჭრილში რომ ვისაუბროთ ტურიზმის განვითარებაში რა მნიშვნელობის რა როლის მატარებელია ის? ღონისძიების მიზანია, რა თქმა უნდა, კულტურის ამაღლება, პირველი რაც არის, ამ ბოლო წლებში ისედაც შეიმჩნევა, ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე, აი Facebook ჯგუფებმა შეუწყო ამას ხელი, კულტურა საკმაოდ ამაღლდა, უბრალოდ ალკოჰოლის მოხმარების კულტურაზეა საუბარი. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, და მერე ტურიზმის განვითარება. წინა ფესტივალზეც ძალიან ბევრი ტურისტი ყავდა და ეხლა ველოდებით უფრო ბევრ ტურისტს. წინა ფესტივალი იყო მესამე პავილიონში, ეხლა იმართება მეოთხე, მეხუთე, მეექვსე პავილიონებში, როგორც სივრცე უკვე 4-ჯერ არის გაზრდილი. როგორც მოგახსენეთ, სტენდების რაოდენობა სადღაც 70-ზე მეტია, სადღაც 75 სტენდი იქნება წარმოდგენილი და პლუს სარეკლამო ზონა, სარეკლამო სივრცეა, სადაც ჩვენი გენერალური სპონსორები და მონაწილე კომპანიები თავის სარეკლამო აქტივობებით წარდგებიან. იქნება ბევრი თამაში, ძალიან ბევრი საჩუქარი და რა თქმა უნდა, დატვირთული სცენა, ცოცხალი მუსიკით. გვეყოლება საქსაფონისტი დათო დავითულიანი, იქნება სახელმწიფო ანსამბლი აფხაზეთი, ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, რომელიც გაალამაზებენ ჩვენ ფესტივალს 2 დღის განმავლობაში. თქვენ ასევე ახსენეთ წინა წელი, უფრო დეტალურად მინდა გკითხოთ ამასთან დაკავშირებით, რამდენადაც ვიცი, პირველად ვისკის ფესტივალი 2024 წელს ჩატარდა. როგორ იყო მაშინ სტუმრების, დამთვალიერებლების, ვიზიტორების უკავშირი და წელს როგორი მოლოდინები გაქვთ? პირველ ფესტივალზე, ესე დავარქვათ, ვისკის პირველ ფესტივალზე ძალიან ბევრი სტუმარი მოგვივიდა, რეალურად რაც იყო რესურსი, რომ ამ პავილიონს გაეტარებინა სტუმართა ნაკადი, აი ვერ გაუძლო და გვიშველა იმან, რომ ქონდა ღია სივრცე და ხალხი ნაწილდებოდა ან დარბაზში და ღია სივრცეში. ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, ფიდბექი ქონდა. გამოხმაურებები უცხოურ პრესაშიც დაიწერა და ნელ-ნელა ვფიქრობთ და მასე იქნება საქართველოს თბილისის ვისკის ფესტივალი გახდება ერთ-ერთი წერტილი ამ ინდუსტრიისთვის და რა თქმა უნდა ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. რით განსხვავდება წლევანდელი ფესტივალი წინა წლისგან, რა არის ის, რის თქმაც შეგიძლიათ მაყურებლისთვის ფესტივალამდე გამხელა და აქვე გკითხავთ, ვის შეუძლია ფესტივალში მონაწილეობის მიღება, რა უნდა გააკეთონ მათ ამისთვის, რომ ფესტივალში მიიღონ მონაწილეობა მოვიდნენ. პირველი ფესტივალიდან განსხვავებით, პირველი ფესტივალი იყო მხოლოდ ვისკის ფესტივალი. ეხლა სხვა სახელით არ გვინდოდა გამოსვლა, ისე ვქვია თბილისის ვისკის ფესტივალი, მაგრამ არის ესეთი დაბოლოება. ჯინი, ბრენდი, რომი და სხვა. ანუ რეალურად ეს არის მაღალი ალკოჰოლური სასმელების ფესტივალი. ბილეთები იყიდება ონლაინ, შეუძლია ყველა მსურველს შეიძინოს ბილეთები და აგრეთვე კარზე გაიყიდება ბილეთი, ადგილზეც შეძლებენ ბილეთის შეძენას. ანუ გამოდის ეს არის უფრო ფართო ფესტივალი, ვიდრე უბრალოდ ვისკის ფესტივალი. და პირველ ფესტივალზე თუ თქვა ერთი მწარმოებელი ყავდა მხოლოდ ქართული კომპანია, რომელიც ადგილზე აწარმოებს, ეხლა ყავს ალბათ 15-18 კომპანია ქართული, რომელიც ადგილზე აწარმოებს სხვადასხვა პროდუქციას და მოხარულები არიან, რომ გამოვიდნენ ფესტივალზე, რომ უფრო მეტად გაიცნოს ხალხმა მათ შესახებს. საუბარში ასევე თქვენ ახსენეთ, რომ ჩატარდებაო მასტერკლასები. აი ამასთან დაკავშირებით უფრო მეტად რომ განვავრცოთ ეს საკითხი, რა ტიპის მასტერკლასებზე არის საუბარი და ვის ექნება შესაძლებლობა, რომ აი ევროპელი პარტნიორებისგან აი ამ მასტერკლასებს დაესწროს. ჩამოსულები არიან სხვადასხვა კომპანიის ბრენდ ამბასადორები უცხოეთიდან და აგრეთვე ლოკალურად ადგილობრივი ბრენდ ამბასადორები, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასებს, ეს იქნება დახურული ტიპის
ტიპის შეხვედრები მაქსიმუმ 18 ადამიანზე დახურულ ზონაში და უშუალოდ მოხდება გასაუბრება უკვე ამ პროფესიონალებთან, ამ ბრენდ ამბასადორებთან ნებისმიერ საკითხზე. დაგეგმილია 15 მასტერკლასი 2 დღის განმავლობაში, დადებულია ინფორმაცია და წინასწარი რეგისტრაცია, იქ სურვილებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ წინასწარ და მერე მობრძანდებიან უკვე დაესწრებიან მასტერკლასს.